გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოთი მინდა მიმართო მხოლოდ ჩემს გულაშლებს. რა თქმა უნდა, ყველანი მიცნობთ, თითქმის მე გახლავართ იაშა ვამცოვსკი გულაშლიდან დაბადებული გულაშში გაზრდილი. და მინდა შევეხო ისტორიას, რომელიც ისტორიაც ჩემს ცხოვრებაში გამომიარე. რატომ მიყვანა ამ ზომაზე? ახსნი, როგორც შემეძლება. მე არც ისტორიის გაკვეთილის გეკეთებთ, არც ისტორიკოსი ვარ და არც ჟურნალისტი. ასე რომ, როგორც გინდათ ისე გამიგეთ. დავიწყებ ასე. ჩვენთან გულაში თითქმის 80% ებრაელები ცხოვრობდით. დანარჩენი კი რეგიონებში იყო ღანირი, ჭაგანი, ცხენიში, მიწაბორგი და თუ ასე. ჩვენ ქართველებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არავით არის ზიზღი, არავით არის ჩხუბი, არავით არის გინება, არავით არის გაუგებრობა ჩვენში არ ყოფილიყო. ჩვენ პროსტ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიყავით. მე არა, ჩემი მამა პაპანი, მათი. ცხოველების ხალხი იყვნენ ვაჭრები და ცხოვრობდით ვაჭრობით. ეს რა იყო დასამალია სტელმა საქართველოს მიცოდა და ყველა სარგებლობდა ამით. თუ ქონდა ჩვენ ტკბილი ცხოვრება? არა. ჩვენ აწაკებულები, ჩვენი წინაპრები ძალიან აწაკებულები იყვნენ. ისინი თუ 50 წელს გადააჭარბებდნენ ღმერთიდან, საჩუქარი იყო მათთვის. მათ აწიოკებდა მილიციის უფროსი, რეგიონში ვინც იყო რწმუნებული, არ ვიცი საბჭო, არ ვიცი რაიკომი, სადინაწილებდნენ ამ ფულებს, მე არ ვიცი. მაგრამ ყველაფერი იყო აი ბაჭარი ებრაელების ხარზე. ხა როგორი ვიყავით ჩვენ ებრაელების? მე კულაშს ვლაპარაკობ, კულაში იყო მხოლოდ ერთადერთი პოპულარული ხელობა, რომელიც იყო ექიმობა. რატომ ექიმობა? ებრაელს არ შეეძლო ყოფილიყო ადვოკატი, ებრაელს არ შეეძლო ყოფილიყო გამომძიებელი, ებრაელს არ შეეძლო ყოფილიყო პროკურორი, ებრაელს არ შეეძლო ყოფილიყო მილიციის უფროსი. რატო თავი არ ქონდა? თუ ვერ შეძლებდა. მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდა იმ ხათრით, რომ ჩვენ ვიყავით ვაჭრები. აი ამიტომ. და თუ დაამთავრებდნენ ექიმობას და დაბრუნდებოდნენ სახლში, მათი პატრონი, ჯერ ერთი ისინი აბარებდნენ ექიმობაზე ოქროს მედლებით, რომელიცაც ერთადერთ ჩემს როსაც გააჩნია საშუალო სკოლა. მაგრამ მე ერთად შევერთდით და ვეღარ გააგრძელა სწავლა. იმიტომაც ამოვედით ადრე სფეროში. და ვინც დაამთავრა საქართველოში ექიმობა, ისინი რაიონში თავარ ექიმებად და ანტექიმების თანამდებობაზე არცეთი არ მუშაობდა, გარდა ერთადერთი მე ვიცი ვინც იყო, ჩემი ახლო მეგობარი მერაბი ჯანაშვილი, სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. და ისინი ყველანი გახდნენ ექიმბაშები. არა ექიმები, არამედ ექნები სადღაც პოლიკლინიკაში, ან რეგიონში, ან და სოფელში, ან და სადღაც. დღეს ის ექიმები ისრაელში პოპულარული ექიმები არიან. ისეთ ოპერაციებს აკეთებენ ლუბოი დარგში, აზზე ვერ მოდიხართ და ვერც მოყვართ. ვერ მოიხმარეთ. ეს ჭკუა ვერ მოიხმარეთ, იმიტომ რომ ეს ამჯობინეთ. საკუთარი ოჯახი ამჯობინეთ, ვიდრე საკუთარ ქვეყანას. რატომ საკუთარ ქვეყანას? იმიტომ რომ კომუნისტები იყავით. ფესბიჩიკები იყავით, აგენტები იყავით. ფული სად უნდა გეშოვნათ? ერთადერთი წყარო ებრაელები იყო.
ეს მარტო კულაში ხომ არ ხდებოდა, ეს იყო ვანში, ქუთაისში, ცხინვალში, ხაშურში, თბილისში, გორში, საჩხერეში, სადაც გინდა, სადაც любой ებრაელი აიღედა ალაპარაკე ჩემი ხნის კაცი, რომელიც დღეს მე თითქმის 80 წლისა ვარ. თუ დარჩენ ისინი, მე არ ვიცი, შეიძლება შვილებისთვის აქ თქვა, რა თქმა უნდა, რა სიმწარეა გავლილი მაგათ. მაგრამ ვერ მოიხმარეთ ებრაელები. ამ ებრაელებმა, რომლებიც დღეს ექიმები არიან, ისეთი შვილები გაზარდნენ, მარტო იმათმა კი არა, მეც და სხვებმა ჩემის თანემ ესეთი შვილები გაზარდეთ, რომლებიც გოგო იყოს თუ ბიჭი, დღეს ცაში არწივები არიან, და ხმელეთზე კი ლომები. მე ამას უბრალოდ არ ვლაპარაკობ, სინამდვილეა. ებრაელი ძლიერია, ებრაელი სახელმწიფო ძლიერია, ისრაელი ძლიერია. ჩვენ ისრაელმა მიგვიყვანა იმ დონემდე, რაც ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა მიაღწიეს. всё. დავამთავრე ისტორიის გაკვეთილი, ახლა გადავდივარ აწმყოზე. აი აწმყო ეს არის. 30 წლის უკან მე დავიწყე საქართველოს სიარული, როდესაც დედის საფლავს ვეძებდი 28 წელი. ღმერთმა ქნა და მივაგენი საფლავს და მის მერე რაც გავაკეთეთ, კულაშვილმა იცით. მე ამის დატრაბახება არ მინდა და არც ასაჭირო, არც ტრაბახობ. მაგრამ იმასაც დავძინავ, კიდევ კულაში მარტო ვაჭრები არ იყვნენ. ბოდიში და უკან დავბრუნდები. კულაში მარტო ვაჭრები არ იყვნენ, კულაში იყვნენ. კულაში გააჩნდა ერთადერთი ფაბრიკა, რომელიც 200-მდე მეც ქართველ და ებრაელს ასარგებლებდა, სარგებელი მიაკვდათ, მუშაობდნენ და ხელფასით და რაღაც სარგებელს ნახულობდნენ. იყვნენ ცეხავჩიკები, იაკობ ჯორჯიკი, მირელაშვილები, მიხელაშვილები, რა ვიცი, ბევრი ღმერთმა აცხონოთ, აღარ არიან, ბევრი იყვნენ, მაგრამ ისინიც წილში იყვნენ მთავრობასთან, სხვა რაგზა ჰქონდა, სხვანაირად ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. ასეთი ცხოვრება იყო. ბრუნდები უკან 28 წლის შემდეგ, როდესაც დედის საფლავი ვიპოვე, გავიცანი ჩემი ხნის შვილები, ჩემი ხნის ხალხი უკვე აღარ არიან. და ვისაც კი შევხვდი, იცით რას მეუბნებოდნენ? ამხანაგებს ეძებდნენ სკოლის ამხანაგებს. აი სიდან მოდის სიტკბო და მეგობრობა ქართველ და ებრაელის შორის. აი აქედან აღნიშნა. მეუბნებოდნენ იმას თუ იცნო ჩემ სკოლაში სწავლობდა, იმას თუ იცნო ჩემ სკოლაში სწავლობდა. ის სიტკბო, რაც მათმა ერთად გაიარენ სკოლაში, ის შერჩათ მათ. თორემ თქვენ ჩემი ხნის ადამიანებო გეტყვით, რომ თქვენ ებრაელები არ იცით ვინ არიან და არ იცით რა არიან. არ გინახავთ, ებრაელები მარტო სკოლის სასახლეში გაიცანით და იქ დარჩა, თქვენ ეგ სიყვარული, იმიტომაც მეკითხებოდით. ეს თუ ამას თუ იცნობა, გარდა სამტრედიაში და კულაში, თბილისშიც, ქუთაისშიც, როინე შეხვდებოდა, ვეუბნებოდი ისრაელთან, ვაუ, ამასთან სწავლობდი, იმასთან მუშაობდი, არა, იმასთან სწავლობდი, სულ სწავლობდი. ადნაკალსნიკები. აი ეს არის სიყვარული და როდესაც მე და ჩემი ხნის ხალხს აქ შვილები გაუჩნდა ისრაელში, დედამ ის იავნანაზე გაზარდა. დედამ 22 წლის გოგომ ისრაელში ამოსულმა ივრითური არც ლექსი იცოდა, არც ენა იცოდა. იმას მარტო საქართველოდან ჰქონდა წამოღებული იავნანა. დედის შვილისად მიმოფერება. აი ის ჩაუნერგა ჩვენ შვილებს, ჩვენმა მეორე ნახევრებმა და რა თქმა უნდა ჩვენც. ამიტომ დღეს რომ წამოდიან ებრაელები საქართველოში, მარტო სიყვარულს და სიხარულს ხედავენ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ჩაუნერგეთ ჩვენ შვილებს.
არა ის ზიზღი, არა ის წამება და გაჭირება, რაც ჩვენ გადავიტანეთ. არა, მარტო კარგი მეზობლობა, კარგი ამხანაგობა, კარგი ფეხბურთის თამაში ერთად. კარგი ეს მახსოვს მე მეტი მე არაფერი არ მახსოვს, მაგრამ ჩემო პაპას რას ახსოვს? ის მარტო სიმწარე იყო. ის იყო მარტო თავის გატანა. პრაჟივანი მეტი არაფერი. ამიტომ რომ ძალიან გეხვეწებით. არ დადოთ ის ვიდეოები და არ დადოთ ის სურათები და არ დაწეროთ ისე, რაც არ იცით, რაც არ გინახავთ და რაზეც არ იცით საერთოდ რაზე ლაპარაკობთ. მე ამას ვეუბნები იმათ, არა ახალგაზრდებს, ჩემ თაობას, არამედ იმ თაობას, რომელიც მე დღეს მიყურებს, მე 80 წლისა ვარ. 80 წლის მერე კიდევ შეგახსენებთ. ღმერთმა კნას. თქვენ დღეს წერთ, მაგრამ უკვე ასაკის მიხედვით ხელები კი კანკალებთ. მაგრამ როცა შარდავთ, ნახევარ შარვალში ახსავთ. აი თქვენ ის ხალხი ხართ, მაგრამ არ შორდებით სიბინძურეს. მოეშვით სიბინძურეს. თქვენ შვილებს და შვილიშვილებს სიკეთე უთხარით, იმიტომ რომ ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ჩვენ საქართველო გვიყვარს, ჩვენ ქართველები გვიყვარს. მე აქ ბევრი სიკეთე და მადლი მაგაკეთებული ქართველი ემიგრანტებისათვის, იმიტომ რომ მეც ვიყავი რუსეთში ემიგრანტად, პრავადნიკად მუშაობდი. მეც ვიცი რა არის ოჯახის მიტოვება, მეც ვიცი რა არის სოფლითან სიშორე. ჩვენ აქ მათ ვიფერებით. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვინ არის აქ ყველამ ვიცით, ვინ რეგულარული, ვინ არა რეგულარული, ვინას მუშაობს, ვინ არ მუშაობს, ვინ ქურდობს, ვინ არ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ისრაელი პატარა არის. მაგრამ მე შეავიწროვა ისინი პირადად. მე ახლა არ ვიცი მთავრობა ვის რა პასუხგაზებს, მე პირადად შეაწუხა ვინმე მუშპიონა. ვინმე კადრა რაიმე ცუდი ქართველს დახმარების გარდა. მე რამდენი ემიგრანტები, რამდენი მომიწყვია 50 წელი ტაქსი უმუშავე, რამდენი ნარკომანებისთვის ღმერთმა კარგად ამყოფოს არ მინდა. დილით სამსახურზე დავამთავრებდი, ზღვისპირას ეძინათ ქვიშაში მივდიოდი და კორასოს და ყავას დაუტოვებდი, არც იცოდნენ სიდან მოვიდა, შეიძლება ღმერთმა გამოგზავნაო, მაგრამ მე მათს ვაკეთებდი. ასე რომ ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ებრაელებო და ჩემო ქართველებო, დიდი მადლობა მინდა უთხრა პაპა იმედოს, რომ მე ძალიან მომწონს შენი გამოსვლები, შენი პოსტები, შენ ერთად აერთიანებ ჩვენ ერს, ერთად გვამღერებთ, ჩამოყავს მუსიკანტები, ჩამოყავს აქ არ არსებობს ისრაელში არც ერთი დღესასწაული, რომ არც 9 მარტი და სლიხა ბოდიში არც 8 მარტი და არც ახალი წელი, რომ ჩვენ ქართველებთან ერთად არ ვზეიმობდეთ. ასე რომ ჩვენ გაუყოფელი ვართ. მოდით ერთმანეთს უსურვოთ ბედნიერი ცხოვრება, ბედნიერი მომავალი, ჩვენ კარგი შვილები გვეზრდება ჩვენც და თქვენც. ამიტომ არ გაწყვიტოთ ეს ძაფი, გავაგოთ ძალიან დიდი გრძელი ხიდი, ვიყოთ თბილად და ბედნიერად და ამით ყველანი ყვაყოფილი და მოგებული დარჩებით. ამ ისრაელ ხაი, ისრაელის ერი იცხოვრებს სამუდამოდ. მე მწამს ეს და ამასაც გისურვებ თქვენც. გამარჯვებას და წესვლას გისურვებთ, გაერთიანებას გისურვებთ. ჩვენც ერთად გავერთიანდეთ, ჩვენს გვაქვს ჩვენი პრობლემები და თქვენს გაერთიანებას გისურვებთ, თქვენ პრობლემებთან ერთად. დიდი მადლობა.